ესე იგი, რიცხვთა ჯადოსნურ სამყაროში. მათემატიკა ბერძნული სიტყვაა და ცოდნა. მეცნიერებას ნიშნავს. მათემატიკა მეცნიერებაა რეალური სამყაროს რაოდენობრივ თანაფარდობათა და რიცხვითი ფორმების შესახებ. მათემატიკის განვითარება ასეთი გზით მიდიოდა. ფინიკია. ბაბილონი. საბერძნეთი. ეგვიპტე. ჩინეთი. ინდოეთი. გერმანია. საქართველო. მესხეთი. მათემატიკურ ხედზე ჩნდება ახალი კოდები. იზრდება ახალი ფესვი. პრინცესა არითმეტიკა რომელი ეწოდება? არითმეტიკა, ანუ რიცხვი, მეცნიერება რიცხვებსა და რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შესახებ. მისი ძმები გეომეტრია. გეომეტრია ანუ მიწის მზომერება, მეცნიერება გეომეტრიული ფიგურათა თვისებების შესახებ და ალგებრა. სიტყვა ალგებრა წარმოიშვა მე-12 საუკუნეში. მათემატიკოს მუჰამედ ალ-ხორეზმის წიგნის ქითაბ ალჯებრო ან მუკაბალას, ანუ რიცხვთა გარდაქმნის წესების გამოსვლის შემდეგ. ანუ ალჯებრი. დეიდაშვილები ტრიგონომეტრია. ტრიგონომეტრია ანუ სამკუთხედს ვზომა. ინფორმატიკა. ინფორმატიკა მეცნიერებაა ინფორმაციის დამუშავების შესახებ კომპიუტერის მეშვეობით. და მუსიკა. დო, რე, მი, ფა, სო, ლა, სი. პრინცესა დიდად გაახარა ამ სტუმრებმა. ყველანი ხომ ბავშვობის მეგობრები იყვნენ. სტუმრების დაპატივსაცემად გაიმართა მეჯლისი, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყველა ნატურალური რიცხვი. რიცხვთა სიმრავლის ნატურალური რიცხვები ეწოდება. მათემატიკაში მრავალი ცნება იგება ნატურალური რიცხვებში. და ამ რიცხვებზე მომუშავე ცნობილი მეცნიერები. მათ შორის საპატიო სტუმარი იყო ქართული ენა, რომლის ენაზეც საუბრობდნენ მასკინძელი და მისი სტუმრები. როგორ თავმტვენ დააბიჯებენ, ისინი სულაც არ გავან ერთმანეთს. გამხერლებული დიასახლისი ამჩნევდა, რომ მუსიკა ჩაფიქრებული იდგა და შესქიროდა მათ ჭკუებს. ასეთ მრავალფეროვნებაში რად მოგიწყენია? სწორედ მრავალფეროვნები უნდა მოგიწყენ. ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ისინი არა მარტო გარეგნობით, არამედ საზოგადო მდგომარეობით და ხასიათით განირჩევიან ერთმანეთისგან. გინდათ ზოგი რამე თქვით მათ შესახებ? გვინდა. იცით რა მოვიფიქრე? მოდით ხოლმე ძველ ბერძენ მეცნიერს პითაგორას გვიამბობს ნატურალური რიცხვთა თვისებებზე. პითაგორას ამოსელი მოღვაწეობდა ძველი წელთა აღრიცხვით მე-7-მე-6 საუკუნეებში, 570-500 წლებში. მისი მოძრაობა რიცხვთა დიდი აღმოჩენის საფუძველი გახდა მათემატიკაში, ასტრონომიაში, მედიცინაში. მისთვის ხომ რიცხვთა სამყაროს ყველა საიდუმლოებაა ცნობილი? ნახეთ ახლაც როგორ ყურადღებით აკვირდება მათ და სიამოვნებიცება მათთან. ზენო პითაგორა, ჩვენი სტუმრები ძალიან დაინტერესებული არიან ჩემი ნატურალური რიცხვებით, რომელთა გარშეთ არც ერთ მეცნიერებას არ შეუძლია არსებობა. გთხოვთ ქციკეთ და მოგიტოვეთ მათ შესახებ საინტერესო ამბავი. ქვეყანაში რიცხვთა სამყაროზე საინტერესო არაფერი ყოველივე განუმეორებელი. თითოეულ საგულისხმო თვისება აქვს, ზოგიერთს რამდენიმე წელი. რიცხვი არც ფიზიკურია და არც ფსიქოლოგიური. არამედ მათი განსაზღვრელი მეტაფიზიკა. ესე იგი ყოველივე საფუძველი რიცხვია. რიცხვთა მეტაფიზიკა იწყება ერთ. სიმრავლე ერთის გამეორება, ამიტომ ამაყად შემოდა დარბაზში ერთია. მე პირველი ვარ ნატურალურ რიცხვთა მწკრივში. ჩემზე ყველა რიცხვი იყოფა. მე კი მარტო ჩემს თავზე ვიყოფი. მე ერთადერთი რიცხვი ვარ, რომელსაც მხოლოდ ერთი გამყოფი მაქვს. ესე იგი, საკუთარი თავის გამყოფის დაჯერადიც მე ვარ. ჩემზე გამრავლებისას ან გამყოფისას სხვა რიცხვები არ იცვლებია. ყველა ნატურალური რიცხვს, რომელზეც მოცემული ნატურალური რიცხვი იყოფა, გამყოფი ეწოდება. ჯერადი კი, რომელიც მოცემული ნატურალურ რიცხვზე იყოფა. ნატურალურ რიცხვებს, რომლებსაც ორი გამყოფი აქვს ერთნაირი და თავისთავი, მარტივი რიცხვები ეწოდება. ხოლო ორზე მეტი გამყოფის შემთხვევაში შედგენილი ნატურალური რიცხვები. ამიტომაც ყველა ერთიანს ათასებს. მე კი უტოლობის დასაწყისი ვარ. მეტი ვარ ერთიანზე. პირველი ლუცი რიცხვი. ლუცი რიცხვი არის რიცხვი, რომელიც ჩემზე გაყოფისას ნაშთს იძლევა ნულს. ერთადერთი ლუცი რიცხვი მარტივი რიცხვთა სამყაროში, ანუ ჩემი გამყოფებია ერთი და თვითონ ჩემი თავი. მე კი პირველი კენტი მარტივი რიცხვი ვარ. კენტია რიცხვი, რომელიც ორზე გაყოფისას ნაშთს ერთს აძლევს. კიდევ ერთი თვისება მაქვს, როგორც სხვა რიცხვებს არ აქვს. სახელწოდებით წინა ნატურალური რიცხვების ჯამის ტოლი ვარ. აგრეთვე პირველი სამკუთხა რიცხვიც ვარ.
ბოდიში შევხვდი, მაგრამ სამკუთხედი რიცხვი რას ნიშნავს? ალბათ მივხვდით რატო? ისინი ქმნიან სამკუთხედს, სწორგვერდა სამკუთხედებს. არ იფიქროთ, რომ ეს რიცხვები ცოტა არის, ყველას დასახელება შეუძლებელია. ასევე პითაგორას რიცხვების 3 იწყება. 3, 4, 5, 6, 8, 10, 5, 12, 17. მე კი ერთადერთი რიცხვი ვარ, რომელიც 2 1 და იგივე რიცხვის ჩამიცვარ ნამრავს და ხარისხით. 4 მონაკვეთისგან შევდგები და 4 ასოსგან. მე კი სამნიმუშო რიცხვი ვარ. ჩემი რიცხვი გამავსას მიიღება რიცხვი, რომელიც ისევ ჩემით ბოლოვდება. ხოლო რიცხვი გამავსას მიიღება რიცხვი, რომელიც 0-ით ბოლოვდება. ალბათ გახსოვთ ხომ სამკუთხა რიცხვი ვარ, ხომ? ასევე განსაკუთრებული ფისება ვარ. ჩემი საკუთარი განყოფების ტოლება. ეს კი სრულყოფილება, ესე იგი სრულყოფილი რიცხვია 6-იანი. 6-ის გარდა სხვა სრულყოფილი რიცხვი არსებობს? არსებობს ჩვენ ლამაზების და ჩვენი სრულყოფილებით. ესენია კიდევ 28, 496, 8128. ფიქრობ ფუქნიშნა და ექვსი რიცხვებში სრულყოფილი რიცხვები არ არსებობს. ყველა სრულყოფილი რიცხვი ლუძია, ხოლო კენტრ რიცხვებში ეს ვერ აღმოვაჩინა. მე განსაკუთრებული ფისების ვარ. ყავს ტყუპის ცალი 5-იანი, მას ჩემს გარდა კი ყავს სხვა ტყუპის ცალი 3-იანი, მაგრამ 3-იანი ჩემი ტყუპის ცალი არ არის. გიგვი არ გჯერავთ, ჯობს დამიჯერო, ჩვენ ხო მარტივი რიცხვები ვართ. ესე იგი 5-იანი ორივეს ტყუპის ცალია ცალს აგეტანაც ღმერთმა 6 დღეში შექმნა სამყარო და 1 დღე დაიშვენა. ესე იგი სულ 7 დღეა ერთ კვირაში და ჩემი ტყუპის ცალი 5-ის რაოდენობის სწავლის დღეები. აბა დავიხსენოთ დო, რე, მი, ფა, სო, ლა, სი. რამდენია? 7. 9 რაღაცას ნავრად არის. ხედრონ ნაბიჯებს ადგილს. რატო? იცით ქალბატონო 9 სიმტკიცეს ასახიერებს. ესე იგი სიმტკიცის სიმბოლო ვარ. რიცხვი ჩემზე გამრავლებას მიიღება. რიცხვი რომელიც დაჟამი ჩემი ტოლია. შესანიშნავი თვისება ქონია, ეს ყოველთვის ასეა? თანამამრავლი რომ მრავალნიშნავი რიცხვი იყოს? ყოველთვის მერწმუნე მეორე ასეთი მტკიცე რიცხვი არ არსებობს. მერვე ნატურალური რიცხვი ინდოელებმა გამჭრიშუა და მიიღეს არანატურალური ციფრი 0, რომლის მეშვეობითაც ნატურალურ რიცხვთა სიმრავლე გახდა უსასრულო. გვაქვს 10-ობით თვლის სისტემა. პირველი ორნიშნავი რიცხვი არის 10. სწორედ 0-ის დამსახურება 10-ის ასეულს. ერთიანთან ერთად მოვადგენთ ორობით სისტემას, რომლის მეშვეობითაც მუშაობს მე-20 საუკუნის საოცრება კომპიუტერი. მართლაც საოცრება. ერთ წამში 10-ობით მილიონობით ოპერაციის შესრულება ეს ხომ ადამიანის გონებისთვის თითქმის შეუძლებელია. კომპიუტერს კი ეს შეუძლია. იცის მშობლიური ენა, ანუ მანქანის ენა ორობით სისტემაში ჩაწერილი. ასევე იცის მრავალი უცხო ენა, მათ შორის ქართული, მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ისტორია, გეოგრაფია, მუსიკა, ხატვა, გენიოსია, უნდერკინგია. მაგრამ ყოველივე ეს ჩამონათვალების დამსახურება ადამიანის გარეშე კომპიუტერი გიჟახია. ამასინად ერთმა კაცმა კითხა, რა არის მეგობარი? მეგობარი ეს მეორე მე არის. მაგალითისთვის 220 და 295. ესე იგი ჩემი მეგობრების განყოფების ჯამის ტოლია. ახაც რამდენ საჯულოს ინახავ სამყარო. რიცხვებს შორის ისეთი შეთანხმებულობა, რომ დღეები და ღამეები უნდა უხსნათ მათ განმზომიერებაზე. მაგრამ ზოგჯერ კი ისეთ რამეს ავაწყდებით, რომ ეჭვი გეპარება მაინტერესში. მაგრამ ხო გაგიგიათ ფაქტი ჯიუდია და ისეთ გავიქცევთ. მართლაც ნახეთ რა საინტერესო რიცხვებია. როგორი სიმეტრიული ნამრავლები გვაქვს. პატარა ქვეყანაა საქართველო, მაგრამ იქია მისი სულიერი ფენომენი, ისტორია და კულტურა. წარმოიდგინეთ რამდენი ეპისტოლე, სიგელი, საისტორიო ამბავი, თუ ლიტერატურული ნაწარმოების შექმნა ჩვენი აზარის კერძოდ ასომთავროს უშვებია. ასომთავროს თითოეულ ასოს გარკვეული რიცხვი შესაძლოა. რო ე ჯო ლო ის ი რო ი ნო ცუ ეს ას თუ ან არითმეტიკა და კიდევ არითმეტიკა. სულება მე